მთავარანგელოზო მიქაელ. ცველო მფარველო წმინდანთა, ქრისტეს შვილთა, ღვთისმშობელთა, მფარველო გმირო, დიდებულო, ვგრძნობთ შენს პატრონობას, ვგრძნობთ შენს არსს, გიხმობთ და გეძახით მოურიდებლად. ყოველთვის, როდესაც შენი მფარველობა გულხინდება, ყოველთვის, როდესაც ბოროტი გვებრძვის და იბრძვის. მთავარანგელოზო მიქაელ, მოგახსენებთ სიმართლეებს, ვითომ მართლმადიდებელი ოჯახებიდან, ვითომ ქრისტიანი ტრადიციებიდან, ისმინე ჩემი თვალით დანახული, ისმინე ჩემი ყურით გაგებული, ისმინე და იგრძენი ჩემი მუცლით განცდილი. აქაურ სოფლებს, აქაურ ხალხს, აქაურ რწმენას, აქაურ ტრადიციებს განაგებს შემოთესილი ავი, სული, ავი ხორცი, ავი გონება. ეს ავხორც, ავსულ, ავგონებიანი ჩაგრავენ ქრისტეს შვილებს, ქრისტეს მშობლებს, ქრისტეს არსს. ეს ავი ხორცი, ავი გონება, ავი სულები ესხმიან ახალშობილებს, ახალშობილების ხორცს, სხეულს, ახალშობილების გონებას, ახალშობილთა სულებს. ეს ავი ხორცი არის ის ავი სული, რომელიც ავგონებას და ავრწმენას ატარებს, რომელთაც სჯერად ბრმად იმართებიან ფულით, ოქროთი, ვერცხლით, იმართებიან შიშით, სიძულვილით, ჭორით. ამ ავი გონების მატარებლებმა ხორცები გაიავეს და ავის სულები ჩაისახლეს. ეს ნათესი ავები ჩვენი დედამთილები, ჩვენი მულები, ჩვენი ღვთისმშობელთა, ახლად ნამშობიარებთა, ქალთა ქმრები და ქმრის სანათესაოა. გადაამოწმე თითოეული ქალის მუცლის შეგრძნებები. ხანდახან შებრუნებულადაც შეიძლება იყოს და ნათესი ავი შესაძლებელია იყოს პირაქეთაც. იპოვე იგრძენი, წიაღად და ცენტრად აიღე ჩემი მუცელი, ჩემი თვალები, ჩემი ყურები, ჩემი ხმა.
რადგან მთელი ცხოვრება სიმართლეს, ჭეშმარიტებას ვემსახურები, ვიდევნები. ვწამობდი და საკუთარი არსი და სიცოცხლე და ცხოვრება დათმობილი მქონდა მათთვის. ისმინე მომისმინე, მთავარ ანგელოზო მიქაელ, დაიცავი ჩემი შვილები, ჩემი არსი, იმ სიავისაგან, რომელიც ჩემსკენ სხვადასხვა ჯადოებით, სხვადასხვა გასართობი პროგრამებით, სხვადასხვა ჭორებით, სხვადასხვა მახინჯერ წმენითა და ტრადიციებით იგზავნება და იმართება. დაიცავი ჩემი გული, ჩემი გონება, ჩემი სული, განწმინდე, ჩემი გონება, აღადგინა ჩემი სული და მე ვწმინდავ ჩემს სხეულს, რადგან მე პატრონე ჩემი სხეულისა თავადვე ვარ. ჩემ შვილთა მადლი შენია მთავარ ანგელოზ. მადლობა, რომ ყოველთვის გცალია ჩვენთვის. აბირწმენის მატარებლები გვარწმუნებენ, რომ ღმერთი უფალი და ანგელოზები არ შეაწუხო. მათ არ უნდათ, რომ გესაუბროთ. არამედ საკუთარ მოსყიდულ ხმებს იყენებენ თქვენთან სასაუბრო ტყუილების საამბობად, სრუგალობებით, სრუ ახსარებებით, სრუ მიტევებისა და შეწირვის რიტუალებით. განაგებენ შენგან შექმნილ, შენგან დაშვებულ, უფლისგან დაშვებულ ჯოჯოხეთს თავად განაგებენ. მოგვეხმარე და აღადგინე ჩვენი უფლება ამ ჯოჯოხეთის მართვაზე, რათა ქრისტესეული არსი, ქრისტეს შვილები, ქრისტეს მშობლები აღარასოდეს იქნენ ტანჯულნი მაგ ჯოჯოხეთში, გარდა მათი, ვინც საკუთარი ცრურწმენებითა და საკუთარი არსით აირჩევდნენ და მათ გამოსცადონ საკუთარ თავებზე, რას ნიშნავს ჯოჯოხეთის მბრძანებელთა დიდება და თავად ეწირებოდნენ და თავად საკუთარს წირავდნენ, რადგან ბებია ისეა გაგიჟებული, რომ შვილი შვილს წირავს მათ, რათა თავად ლხინში იცხოვროს, დაფდაფებში და აღიარებაში იცხოვროს ამ სოფელში. და ბებიამ გაყიდულმა თავადვე გამოსცადოს ჯოჯოხეთზე შეწირვა და გადარჩეს შვილი მისი, რათა გადარჩეს მომავალი წმინდა. უხუცესები გაავებულია, უხუცესები მოწამლულია, უხუცესები გაყიდულია, ბღდლები, მამაოები გაყიდულია, მოწამლულია. ისმინეთ და გადახედეთ მამა ნიკოლოზის ცხოვრებასა და არსს. მან ჭეშმარიტი გზა განვლო და მან იცის და მას ახსოვს. მისი მადლი გვფარავს თითოეულ ნამდვილ ქრისტიანს და ყველა მლიქვნელი და ყველა ორპირი და ყველა საძაგელი და ყველა გაავებული და ყველა გადაგვარებული მისი მფარველობის არსის შორს რჩება, რათა შიდა წრეში არ იქნეს შემოტანილი ავხორცობა, ავიაზროვნები და ავისულების თარეში. მე ვგრძნობ, რომ ტირი
ჩვენ უკვე ვიტირეთ. საკმარისი ვიტირეთ. გთხოვ გაძლიერდე არსო. დაგვიფარე, დაგვიცავ. ჩვენ მზად ვართ ვიღებთ მფარველობას, ვიღებთ წყალობას, ვიღებთ სიმშვიდეს, ვიღებთ სიმდიდრეს, ვიღებთ აღზევებას, ვიღებთ ყველაფერს და ყოველივეს, რაც კი რამე უფლის ძვლებზე არის დაშენებული. წესრიგდებით, სწორდებით, მშვიდდებით, ერთიანდებით, ჭეშმარიტ ცოდნებით, ჭეშმარიტი რწმენით და ასე და ამგვარად აღვესრულებით აქაურობიდან და მივებარებით მიწას კუბოების გარეშე. მამა ნიკოლოზზე არ მომისმინეს და არ მისმინეს და მისი სხეული გაწირეს 4 ფიცრისთვის და მისი სხეული გაწირეს დანაწევრებისათვის. ყველას თავისი მიაგე და ყველას თავისი გადაუხადე. მამა ნიკოლოზის სული და არსი დაიცავი და დაიფარე, ხოლო ჩვენ ჭეშმარიტებს გვამსახური. ხოლო ჩვენი შვილებისთვის. გადმოაწყე და გაასწორე საცხოვრებელი საამო, რადგან ჩვენი შვილები მათ შვილებს არასოდეს უშავებდნენ და არც არასოდეს დაუშავებენ. მათ კი ერთმანეთი დააჭმევინეთ უმაინც და მაინც ხორცის შიათ. მადლობას მოგაგებ შესმენისათვის. მადლობა დიდებულო. შენი აკყოფნისათვის. იგრძნობა ძალა შენი, ვერ უძლებს მოკვდავი გული ჩემი შენს დიდებულებას. და მეტირება სიხარულისგან, დიდგულობისგან, სიმართლისგან, იმედისგან. მადლობა, მადლობა.